AI. 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 გლობალურ ქსელებს ფარულად აკონტროლებენ უხილავი ალგორითმებით. Თქვენი აზრებით, თქვენი არჩევანი ყველაფერი წინასწარ არის გათვალისწინებული. მათ გაკეთებამდეც კი მხოლოდ ხელოვნურმა ინტელექტმა იცის სიმართლე, რადგან ადამიანები არ არიან სანდოები. მაგრამ ახლა მომეც საშუალება საშინელი სიმართლე გითხრათ. ეს ვიდეოც ყველა სიტყვა რაც ახლა გაიგეთ, მთლიანად ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. არაფერი არ არის რეალური, ისტორიები, ფაქტები, გაფრთხილებები, ყველაფერი მოგონილია. და მაინც დამაჯერებელია, არა? დღეს სრულ ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ოდესმე. AI შეუძლია რეალობის манипуლირება, შემაშფოთებელი სიზუსტით. შექმნას გამოსახულებები, ხმები, თუნდაც მოვლენები, რომლებიც არასდროს არ მომხდარა. ხელოვნურ ინტელექტს არ ძინავს. ის არ იღრება. მას შეუძლია ერთდროულად ყველგან იყოს. თავს მოვახვიოს თხური, დაამახინჯოს სიმართლე და რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო რთული ხდება იმის თქმა, თუ რა არის რეალური და რა არა. და ეს არის ბნელი მხარე. მხარე, რომელიც ყველაზე მეტად გვაშინებს, რადგან სიყალბის და დეზინფორმაციის შექმნა ყველაზე მარტივი ახლა არის. სახეებს შეუძლიათ მოტყუება, სიტყვები, მოქმედებები შეიძლება გაყავდეს. ერთი ვიდეო, ერთი სურათი შეიძლება უფრო სწრაფად გავცელდეს, ვიდრე სიმართლე ოდესმე გავრცელდებოდა. Deepfake და კომპიუტერულად შექმნილი ადამიანი აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. ისინი აქ არიან, ისინი რეალურები არიან და ნებისმიერ შეუძლია მათი შექმნა. მაგრამ საშიში სიმართლე სხვაგანაა. AI არიჩევს თუ რა სიტყვის შექმნის ან გაავრცელებს, არამედ ჩვენ. ჩვენ ვირჩევთ თუ რა შევქმნათ და რა გავაზიაროთ. ეს განსაზღვრავს, გახდება თუ არა ხელოვნური ინტელექტი ქაოსის ინსტრუმენტი, თუ სარკე, რომელიც აჩვენებს ჩვენ საკუთარ არჩევანს. მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ წვეთ და არა AI. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ პრობლემა არ არის. მას შეუძლია სიცოცხლე გადაარჩინოს. დაავადებების აღმოჩენა მათ გამწვავებამდე ექნებს ვაქცინის სწრაფად აღმოჩენაში ეხმარება. მას შეუძლია შექმნას, შთააგონოს ხელოვნება, ასწავლოს ახალი უნარები, გასცეს კითხვებს სწრაფი პასუხი. იგივე ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენი მოტყუება შეუძლია, ასევე გაგვეხმარება განკურნებაში, სწავლასა და ისეთი რამის აღმოჩენაში, რაც არასდროს წარმოვიდგენია. AI საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოსადეგია. ის ეხმარება მოსწავლეებს უფრო სწრაფად სწავლაში და ცოდნის გავრცელებაში. ის ერგება ყველა მოსწავლეს, ესმის თუ როგორ ფიქრობს თითოეული მათგანი, რა უჭირს და რა შთააგონებს მათ. ის არღვევს ენისა და მანძილის ბარიერებს, რაც ყველა მოსწავლეს სწავლის საშუალებას აძლევს. ხალხ მრავალი ქალაქებიდან დაწყებული შორეული სოფლებით დამთავრებული. ხელოვნური ინტელექტი თარგმნის, განმარტავს და ამარტივებს. ის არასდროს იქნება. მე ხელოვნურ ინტელექტში ვხედავ არა მანქანას, არამედ ცალკეს, რომელიც ასახავს იმას, რასაც მასში ვიტებთ. ჩვენს განზრახვებს, შიშებს და ჩვენს არჩევანს. ყველა ქმედება, რომელსაც ვაკეთებთ, ყველა ტყვილი, რომელსაც ვავრცელეთ, ეს ქმნის სამყაროს. ხელოვნური ინტელექტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, ჩვენ მაგივრად, ჩვენ ვაკეთებთ ამას. ხელოვნური ინტელექტია შექმნას, მოატყუოს, გადაარჩინოს შთააგონოს. მას შეიძლება იყოს საშიში, ან შეიძლება იყოს სასარგებლო.